გელით ახლო მომავალში მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიკანა არკანა, ჩემი სახელი არის ვიქტორია და მოდით ვნახოთ ტრადიციისამებრ თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 20 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით. ვარიანტი გვექნება სულ 2. დავარიგებ ახლა თქვენთვის პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და მორგებული თქვენზე. და დავიწყოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს. პირველი ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი იყოს ასეთი ქვა. იმედი მაქვს ორივე ვარიანტი კარგად ჩანს. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში. აირჩიეთ ვარიანტი და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. თუ თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. პენტაკლების ტუზი გადასარევი კვირის დასაწყისი არის, მეგობრებო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ძალიან ბევრი შანსები მოგეცემათ, თუმცა ასევე აღსანიშნავი არის ისიც, რომ ტუზი, იცით როგორი მომენტია, ტუზი აუცილებლად უნდა შეამჩნიოთ და აუცილებლად ხელი უნდა სტაცოთ. ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ, ანუ უნდა დაინახოთ პირველ რიგში აუცილებლად და როდესაც დაინახოთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ეს შანსები. თუ თქვენ მაგალითად გქონდათ რაღაც გარკვეული ფინანსური მატერიალური პრობლემები, ეს პრობლემები აუცილებლად მოგეცემათ იმის შანსი, რომ ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა გელოდებათ აბა? არკანი ქურუმი კაცი, რაღაცის გაცნობიერება, რაღაცის გააზრება. ნახეთ არკანის სამართლიანობა და არკანი მეეთე. კი ბატონო, შეხედეთ მეგობრებო, აქ მოდის თქვენში რაღაც ახალის გაცნობიერება, რაღაც ახალის გააზრება. ასევე აღსანიშნავი არის ისიც, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში გექნებათ საკმაოდ გაძლიერებული, გამძლავრებული ინტუიცია, აუცილებლად ენდეთ თქვენს ინტუიციას, თქვენს შინაგან შეგრძნებებს, თქვენს წინად გრძნობებს. გირჩევდით ასევე იმასაც, რომ აუცილებლად ჩაიწეროთ თქვენი სიზმრები ამ ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ორშაბათ დღეს. და ნახეთ გაცნობიერება რა კუთხით მოდის, იცით, თითქოს ადამიანებთან დაკავშირებით გააცნობიერებთ რაღაცებს, აქამდე თუ გიჭირდა თქვენი პირადი სივრცის დაცვა, ამ ერთი კვირის განმავლობაში გექნებათ იმის საშუალება, აშკარად რომ ისწავლოთ, რომ მეტად დაამოღამოთ, ხო, ჟარგონი გამოვიყენე. გექნებათ იმის შანსი, რომ დატოვოთ ის სიტუაციები, ის ადამიანები, რომლებიც თქვენ აღარ გაწყობთ, რომლებიც თქვენ აღარ გინდათ თქვენს რეალობაში რომ დაინახოთ. ეს არის უმძლავრესი შინაგანი ზრდა. ასევე ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, მაგრამ ზოგი თქვენგანისთვის აქ ჩანს ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა, ადგილმდებარეობის შეცვლა, ან რაღაც გარკვეული მოგზაურობა, მოგზაურობის შანსები შეიძლება იყოს. მოგზაურობის შანსები შეიძლება იყოს ბევრი თქვენგანისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში აქ ჩანს გარკვეული ნეგატიური ციკლის დასასრული. შეხედეთ, ყველაზე უფროსი 21 არკანი სამყარო ამოვიდა და არკანი სიკვდილი. სახელმა არ შეგაშინოთ. აქ თქვენს რეალობაში სრულდება გარკვეული არასტაბილურობის ციკლი, სადაც თქვენ ითმენდით გააზრებულად თუ გავაზრებლად ძალიან ბევრ ნეგატივს, ძალიან ბევრ უხეშობას, ძალიან ბევრ არასტაბილურობას, მათ შორის ფინანსურ მატერიალურ არასტაბილურობასაც. მაგრამ ნახეთ, ბევრი უფროსი არკანი რადგანაც ამოვიდა, ეს ყველაფერი შესაძლოა ამ ერთი კვირის განმავლობაში არ მოხდეს, არამედ უბრალოდ ეს პროცესები შეიშვას თქვენს რეალობაში და გაიწელოს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ? კვერთხების სამიანი. ეს არის ახალი გზა, ეს არის შედეგები, თითქოს რაღაც ისეთში დაინახავთ შედეგებს, რაღაც ისეთში მიიღებთ შედეგებს, რასაც აქამდე შედეგები დიდად არ ჰქონდა, ან საერთოდ არ ჰქონდა შესაძლოა, ხო, სადაც უკვე ლამის დანებდით. გაუცილებლად იქნება გარკვეული შედეგები, რაღაც ახალი გზა, ახალი შეხედულებები, თითქოს რაღაცეებს სრულიად ახალი კუთხით შეხედავთ. დავამატოთ არკანები, აქაც არკანი მეეტლე მეგობრებო. შეხედეთ, აქ მოგზაურობას ვხედავ, თუ თქვენ აპირებდით სადმე გამგზავრებას, სადმე წასვლას, მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თქვენთვის, ძალიან დაცული მგზავრობა იქნება. ძალიან საინტერესო, ძალიან შემეცნებითი, თუმცა ძალიან ბევრი მუშაობაც მოგიწევთ საკუთარ თავზე, მაგრამ ეს იქნება მუშაობა, იცით როგორი, როდესაც
თქვენ ტკბებით ამ სამუშაო პროცესებით. ზოგადად ამ ერთი კვირის განმავლობაში ვხედავ თან ძალიან ინტენსიურ მუშაობას და თან რაღაც გარკვეულ გადაადგილებას. თუ თქვენი სამსახური ეხება გადაადგილებას ან სადმე სამსახურის გამო მიდიხართ, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ნაყოფიერი იქნება თქვენთვის, ძალიან ბევრი სტაბილურობის, ძალიან ბევრი მყარი ფინანსური ენერგიის შემომტანი. ხოლო თუ ისე მიდიხართ სადმე სამოგზაუროდ ან ზოგადად უბრალოდ პატარა მგზავრობის გაკეთებას აპირებთ, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ ფინანსების მიმართ და როგორც მაქსიმუმ რაღაც ახალ ფინანსურ შანსებს, პერსპექტივებს გახსნის თქვენთვის. კარგით, მოდით დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ფინანსების კუთხით აქ ძალიან ძლავრ სტაბილურობას ვხედავ, მეგობრებო. ქურუმი ქალი, თქვენც ენდეთ ინტუიციას, თქვენც მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, მეორე ვარიანტი. პირველ ვარიანტში თუ ყავდა ქურუმი კაცი, მეორე ვარიანტში ყავს ქურუმი ქალი. თქვენ უფრო ძლიერი ინტუიციას კი გექნებათ მეორე ვარიანტი, ვიდრე პირველი ვარიანტის შემთხვევაში იყო აქ. ასევე მეორე ვარიანტი თქვენ აქ აუცილებლად იგრძნობთ ძალიან ბევრ ყურადღებას, ძალიან ბევრ სიმპათიას ადამიანებისგან, ძალიან ბევრ აღიარებას, თითქოს აქ იქნება თქვენი სილამაზის აღიარება, თქვენი გარეგნობის აღიარება, თქვენი თვისებების აღიარება, თქვენი დაფასება, თქვენი ემოციური ინტელექტის მაქსიმალურად სწორი შეფასება, აი რაღაც შექებები მოდის თქვენკენ რა, შექებები. სიყვარულის ახსნაც შეიძლება იყოს და აი მოგზაურობასთან დაკავშირებით მიჩვენებს ძალიან ინტენსიურად არკანებს. აი რომც თქვენ არ აპირებდეთ მოგზაურობას, ძალიან დიდი ალბათობით ამ ერთი კვირის განმავლობაში ან ქალაქ გარეთ, ან სადმე სავარაუდოდ ან მოგიწევთ წასვლა, ან რაღაც გარკვეულ დაპატიჟებას მიიღებთ თქვენთვის მოულოდნელად. კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. უფროსი არკანი ეშმაკი. მატერიალური ასპექტით ყველაფერი იქნება იდეალურად, მეგობრებო, უბრალოდ ეცადეთ მაქსიმალურად რომ ცდუნებებთან იყოთ ფრთხილად. იცით რას გულისხმობთ ცდუნებებში, აი ალკოჰოლი, თუ თქვენ მაგალითად ჯანსაღკვებაში ხართ, ამ კუთხით ცოტა მეტად ეცადეთ რომ აკონტროლოთ საკუთარი თავი, ხო? იმიტომ რომ რაღაც გარკვეული ცდუნებები იქნება ამ კუთხით. ან თუ რაიმე სახის ასკეზა გაქვთ აღებული. მაგრამ სხვა დანარჩენის კუთხით აქ ჩანს თქვენი ენერგიის გამოშვება, ის რომ თქვენი ენერგია, თქვენი ეშხი, თქვენი ქარიზმა იქნება მაქსიმუმზე. მაქსიმალურად გაძლიერებული იქნებით, მაქსიმალურად მიმზიდველი და საინტერესო ადამიანებისთვის. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ბედნიერი, ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.